გიორგი, მოგესალმები, მადლობა რომ მონაწილეობ ამ ეთერში. პირველი კითხვა მექნება თქვენთან იმ სურათის გათვალისწინებით, რომელიც არის ახლა ოცნების კამპანიის მხრივ. მე მესმის თქვენ არ ხართ საარჩევნო სუბიექტი, მაგრამ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ოცნებამ, რომ ახლაც იასპარეზოს ამ ომის სურათით და ერთმანეთს დაუპირისპიროს უკრაინის დანგრეული ქალაქები და ჩვენთან ასე ვთქვათ გარემონტებული ფასადები, როგორ ფიქრობთ, ეს როგორ აღწერს თავად ოცნებას? აი თქვენი დასკვნა რა არის? აი არჩევნების თემატიკას რომ გავაშვათ, იმიტომ რომ ვიცით რომ თქვენ არ მონაწილეობთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თუ არა აღწეროთ ოცნება ამ მხრივ. ისევ ამ გზაზე დამდგარი ხელისუფლება. მოწვევისთვის, ხო, დასაწყისში უნდა თქვა, რომ არც არჩევნებია ეს ჩვენი აზრით, შესაბამისად არც არჩევნო კამპანია და მოკლედ ამას არაფერი საერთო რეალურად არჩევნებთან არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი ტიპის რაღაცა რუსული სპეცოპერაცია, დიდი ტყუილი, რომელშიც მონაწილეობაც რა თქმა უნდა ჩემი აზრით არ შეიძლებოდა და ძალიან სამწუხაროა, რომ პროდასალურ ფლანგზეც კი გადაწყვიტა რამოდენიმე პარტიამ მასში მონაწილეობა მიიღოს, უბრალოდ ორმა პარტიამ და სამწუხაროა, რომ ისინი რეალურად რაღაცა სისტემურ თანამშრომლობაზე წავიდნენ რუსულ რეჟიმთან, მაგრამ რაც შეეხება იმ თემას, რომელსაც თქვენ ამბობთ და ეს მხოლოდ საარჩევნო თემატიკაში არ გამოიყენება ხოლმე რუსული რეჟიმის მხრიდან, არ ვიცი, პრაქტიკულად დღიდან პოლიტიკაში მოსვლისა ბიძინა ივანიშვილი მუდმივად აპელირებდა ომზე, ხო, იქ თავიდან საუბარი იყო ომი საქართველოს დაიწყო და მე შემდეგ მუდმივ რეჟიმში მიდიოდა ეს რაღაცა შიშის დათესვა საზოგადოებაში, რომ თუ არა ბიძინა, მოკლედ აქ ათასი უბედურება მოხდებოდა. ეს რა თქმა უნდა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში განახორციელა ფართომასშტაბიანი შეჭრა და უკვე რა ვიცი ძალიან თვალნათლივ ყველანი ვხედავდით ომის საშინელებებს, ხო? ამ დროს კიდევ უფრო უზნეოდ იქცეოდა და იქცევა დღესაც ქართული ოცნება, როცა ამ სტრესის ქვეშ აცხოვრებს მოქალაქეებს. არა და რეალობა ხო საერთოდ სხვა გვაქვს უკვე განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, აი ბოლო კვირეებსა თუ დღეებში განვითარებული მოვლენების შედეგად ყველამ ძალიან კარგად ნახა, რომ სტაბილურობა, გრძელვადიანი მშვიდობა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის მიღწევადი, თუ შენ სწორად ყავს სტრატეგიული პარტნიორები შერჩეული და სწორად აგრძელებ მათთან მეგობრობას და ამისი მაგალითი ხო ჩვენს უახლოეს სამეზობლოშიც გამოჩნდა ძალიან კარგად. ჩვენი რეგიონის მაგალითზე შეთანხმება, რომელიც ეცახში გაფორმდა და გლობალურად კიდე ახალი ადმინისტრაციის და ტრამპის მცდელობები, რომ აი გაჩერდეს ეს ომი და პირიქით, ანუ ყველა ძალისხმევა ეს იმისკენ არის მიმართული სწორედ რომ იყოს მშვიდობა, ხო? რა თქმა უნდა და არა თუ ძალისხმევა მიმდინარეობს, ხოლმე არამედ ჩვენ ხელშესახებ ფაქტებს უყურებთ უკვე, ხო, როცა ჩვენს რეგიონში სომხეთ-აზერბაიჯანის ნაწილში რაც ხდება და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების უკვე აქტიური ჩართულობა ჩვენს რეგიონში. ხო, რა უცნაურია, ხო, აი სომხეთმაც კი, რომელსაც რუსული სამხედრო ბაზა აქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ალბათ თავის ქვეყანაში, მოახერხა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც მას მართლა რეალურად მიცემს ძალიან გრძელვადიან პერიოდში მშვიდად ყოფნის საშუალებას და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ეს ასევე გავლენას იქონიებს საქართველოზე. ამერიკის შეერთებული შტატების ამ დოზით შემოსვლა ჩვენს რეგიონში რა თქმა უნდა არის ყველაფრის გათვალისწინებით მაინც ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ამ ფონზე ისევ რაღაცა რეჟიმის მხრიდან ამ კამპანიის წამოწევა ისევ რაღაცა ომის თემატიკის შემოტანა მიუთითებს იმაზე რომ სხვა არაფერი ხელს ქართულ ოცნებას არ აქვს, ხო, რუსულ რეჟიმს არ აქვს. არა და თუ კი ვინმე არის მართლა რეალურად ომის პარტია ამ ქვეყანაში, რა ვიცი, ანტიეროვნული და პარტია, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს თავს ესხმის, რა თქმა უნდა, ეს არის ქართული ოცნება, ანუ იგივე რუსული რეჟიმი და რა ვიცი, უამრავი მაგალითი შეგვიძლია, ხო, ამისი გავიხსენოთ, ბოლო პერიოდის პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ის თავს ესხმის საკუთარ მოქალაქეებს და ათას საშინელებასა და უბედურებას აკეთებს და მეორეს მხრივ იყენებს ომის პროპაგანდას თითქოს ხალხის დასაშინებლად. რა არის ოცნების რუსული რეჟიმის მთავარი პროპაგანდა, რომ ჩვენ, რა ვიცი, არავის თვალში არ უნდა გავეჭხიროთ, ჩვენ ვართ სუსტები და არაფრის თავი არ აქვს. არა და რეალობა ხო მართლა საერთოდ სხვა რამეა. მე ძალიან კარგად მახსოვს და ვიცი რომ თქვენს მაყურებელსაც უამრავ ადამიანს 2008 წელს რამ გადაარჩინა საქართველოს და კარგად მახსოვს ბათუმში შემოსული ამერიკული გემი, სადაც ოფიციალურ პირებთან ერთად უამრავი ბათუმელიც ესწრებოდა ამ უკეთ გემის ბათუმში შემოსვლას და ეს იყო მთავარი გარანტია იმისი, რომ ხო, ჩვენ რუსეთი ვეღარ დაგვიპყრობდა, იმიტომ რომ ჩვენი მეგობარი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ესე ღიად გვიცხადებდა მხარდაჭერას. თუ ჩვენ, რა ვიცი, მოვწყდებით ყველა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს, აღარ გვექნება ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, არ გვეყოლება
ჯარი და ვიძახებთ იმას, რომ ძალიან სუსტები ვართ, ხო, რა თქმა უნდა, მაშინ რუსეთისთვის რა ვიცი, ნებისმიერ დროს მარტივი გადასაყლაპი უკმაო ვიქნებით. პირიქით უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთადერთი გარანტია ამ ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის არის ევროკავშირთან, ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის. გიორგი, ფიქრობ თუ არა, რომ რაღაცა გამზადებული კამპანია იყო ეს ახლა კალაძესთან მიმართებით და ამას აი რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ წამოეწია ის ამბავი, რაც მოხდა თეთრსახლში, ხო, ალიევის და ფაშინიანის მონაწილეობით. რა თქმა უნდა, ეს ახლა რა თქმა უნდა დაგეგმილი კამპანია, ხა ესე მოკლე პერიოდში და ერთ-ორ კვირაში არ ხდება ესეთი სტრატეგიების შემუშავება, მაგრამ ფაქტია ის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის პროექტი ხელმოწერილია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ პუტინის ზარი ფაშინიანთან და მათი საუბარი, რომ პუტინი რაღაც ისე რაღაც კეთილინების მქონე პირად გამოჩნდა ამ პროცესში, თითქოს უნდა ნაშაულო ხალხის სისხლს არ ღვრიდეს იქვე უკრაინაში და ჩვენ ვხედავთ რამხელა ძალისხმევა იწევა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად ზუსტად იმავე მოკავშირის მხრიდან, რომელიც დღეს ასე საიმედოდ ყავს უკვე აზერბაიჯანს და სომხეთს. მოდი ახლა გადავიდეთ აი ამ ხო, ორი სიტყვით უბრალოდ და შემდეგ გადავიდეთ აი ეს ჯანგველაძის ამბავი რას აჩვენებს, ეს არ არის იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა ხო თითქოს შეუთავსებელია, ხო, ერთის მხრივ ესენი ომზე გვესაუბრებიან და მეორეს მხრივ უკვე ხელშესახები ფაქტები გვაქვს იმისა, რომ ამ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა მყარდება. რატო ხდება ეს? ხდება იმიტომ, რომ რეალურად რეჟიმს რა ჰქონდა, აბა ბოლო ბევრი წლის განმავლობაში რო გავიხსენოთ, მთავარი ამბავი, რითიც ის საარჩევნო კამპანიაში თუ ნებისმიერი კრიზისის გადაგორებას ახერხებდა, რა იყო მისი მთავარი პროპაგანდა? მისი მთავარი პროპაგანდა იყო და არის და რჩება აგებული ისევ რაღაცა ომის შიშზე, რომელიც კარგავს აქტუალობას კიდევ ერთხელ მეორებ იმ ყველაფრის გამო, რაც ხდება სოფლიოში და რაც ხდება მათ შორის უშუალოდ ჩვენს რეგიონში და კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის იმის საწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა, რასაც ახლა ჩვენ რუსული რეჟიმი გვთავაზობს. ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს შეეძლოების ფანჯარა, რომელიც ჯერ კიდე აქვს საქართველოს, ხო, საუბარი არის რაღაცა შავ ზღვაზე, მის მნიშვნელობაზე და ამ დროს სომხეთი ხდებოდეს ჩვენს რეგიონში მთავარი მოთამაშე და არა საქართველოს და პირიქით წარმატებას უსურვებ სომეხ ხალხს და სომხეთის რესპუბლიკას, ბუნებრივია, მაგრამ და საქართველოს ამ დროს იყოს დაკარგული, ეგ ხო წარმოუდგენელი ამბავია. რა ვიცი, შავი ზღვა საქართველოსაა აქ და შავ ზღვაზე გასასვლელი პორტებიც და ღრმაწყლოვანი პორტიც საქართველოს აქვს და საქართველოს აქვს სწორედ ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რაზეც ახლა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი თუ თანამედროვე მსოფლიო საუბრობს. ამიტომ მართლა ეროვნული ამოცანაა ახლა ამ რეჟიმისთვის ძალაუფლების გამოგლეჯა და ამ შეაძლებლობის ფანჯარის გამოყენება, რომელიც ჯერ კიდევ გვაქვს ქართულ ხალხს, რომელიც ბევრი აწლეულის და შეეძლო საუკუნეების განმავლობაში იქნება მთავარი გარანტი იმისა, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვიცხოვრებთ წელში გამართული, უსაფრთხოდ და მშვიდად. რაც შეეხება იმ საკითხს, რომელიც ვახსენე, ის ბოლო ძალიან გახმაურებული ამბავი და მიმდინარე პროცესი, ახლა მაყურებელი უფრო მეც გაიგებს ჩვენი საინფორმაციო ეთერიდან, იწყება, უნდა დაიწყოს ძალიან მალე ბრალის წარდგენები. რას ფიქრობ, გიორგი, ანუ რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში, რისი გადანაწილება ხდება, რა პროცესია და ასევე ეს ამბავიც თქვენი აზრით აღწერს თუ არა რაღაც გარკვეულ სიგნალებს და პროცესებს ოცნების შიგნით. ხედავთ თქვენ ამგვარ ნიშნებს? რა თქმა უნდა, ის რომ ოცნების შიგნით არის რყევა, შიდა დაპირისპირებები და რაღაცა ურთულესი ვითარება, ეს რა ვიცი ხელის გულზეა და მათ შორის ამ ფაქტით, სხვა ფაქტებითაც ძალიან კარგად ჩანს, ხო? საერთოდ რასთან გვაქვს ახლა საქმე? ხალხი, რომელიც ოცნების მთავარ საარჩევნო კამპანიებში იყო ხოლმე პერიოდულად და ტრადიციულად ჩაბმული, რომელიც რა ვიცი ხმებს აგროვებდა ქართული ოცნებისთვის, მათ შორის ბევრი უკანონო გზით და ასე შემდეგ, უცებ აღმოჩნდა, რომ ყოფილიყო რა ვიცი შეკვეთილი მკვლელობის დამკვეთები და რაღაცა მთავარი ხალხი, ვინც ძირითად კრიმინალურ საქმიანობას აწარმოებს, ხო? რა თქმა უნდა, ამაზე საუბრები ადრეც იყო ეთერებით, სოციალური ქსელებით, თბილისში ყველა მის ამბავი ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ ეს ეხლა ისე კი არ უნდა გავიგოთ, რომ ოცნებამ გადაწყვიტა, რომ რაღაცა კრიმინალს ებრძოლოს ამ ქვეყანაში. ხო, ყველანი ხვდებით, რომ ეს არის სააცილო ამბავი. პირიქით, უბრალოდ ოცნებამ რაღაცა კრიმინალური ერთი დაჯგუფება გადაწყვიტა ჩაანაცვლოს მეორე დაჯგუფებით და ჩვენ ეხლა ამას უყურებთ ყველანი ერთად. და ის რომ ოცნება ეს რუსული რეჟიმი ზოგადად საქმეებს არჩევს, ან რა ვიცი, მისი მმართველობის სტილი თავიდან ბოლომდე მაფიოზურ და კრიმინალურ ამბებზეა დამყარებული.
მათ შორის ბოლო დღეების, კვირეებისა და თვეების განმავლობაში ასევე ძალიან კარგად გამოჩნდა და სხვას რო თავი დავანებოთ, თორნიკე რეჟვაძის შემთხვევა არის მხოლოდ ამისთვის საკმარისი, ხო? რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ და, რა ვიცი, ერთი განცხადება მოვისმინეთ ამ პროკურატურისგან, რა ვიცი, შესაბამისი უწყებისაგან, საბოლოო ჯამში ვინ კლავდა ახალგაზრდა ბიჭს? გარდა ზოგადი კომენტარებისა. მართლა თავს იკლავდა თუ კლავდნენ და თუ თავს იკლავდა რა ტიპის ზეწოლა იყო? ეგ ხო არის მაფიოზურ კრიმინალური რაღაცა გარჩევის შედეგი და ყველა ეტაპზე უკვე ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი საქმეს ესე აგვარებს კრიმინალურ მაფიოზური გზებით. და ესე უბრალოდ ცხოვრების გაგრძელება არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ რა ვიცი, ერთმანეთთან აქვთ ახლა საქმე გასარჩევი და ყველას კარგად გვესმის, ასევე რასთან გვაქვს ხო საქმე ივანიშვილმა, რომელმაც ქართულ ხალხზე რაღაცა იმ ცუდი ქმედებების გამო სრულიად სამართლიანად დაკარგა თავისი დიდი ფინანსური რაღაცა ქონების ნაწილი, ეხლა ცდილობს მის კომპენსირებას, ესე ძალიან მარტივად იმ ხალხის მხრიდან, ვინც ამ ქვეყანაში მათ შორის ხალხს ესევე ფული წაართვა და ამას აკეთებს კრიმინალური მეთოდებით. ყევა რეჟიმის შიგნით ქვეყნის გარეთ მიმდინარე ამბები, მათ შორის ჩვენს რეგიონში და ქართველი ხალხის კონსოლიდაცია და ერთობა იმისა, რომ ჩვენ ვიცხოვროთ უკეთესად ამისთვის მზად ვართ, რომ რა ვიცი, ყველაფერი გავაკეთოთ, ჯერა რომ მიგვიყვანს გამარჯვებამდე. დიდი მადლობა გიორგი. დაგემშვიდობები.